Boring Sundays. დღევანდელი სტუმარი არის ლექსო ხოროშვილი, ჩვენი მეგობარი და Silk Bank-ის გენერალური დირექტორი. ძალიან საინტერესო გადაცემა იქნება, იმიტომ რომ ეს არის ბანკის შესახებ, როგორ თქვით, შეიძლება თუ არა ბანკი თავიდან გამოიგონა. და ხო, ამ თვალსაზრისით 7 თვის განმავლობაში 100,000 ახალი აქტიური კლიენტი, Forbes-ში იყო გამოქვეყნებული როგორც Silk აპლიკაცია ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული App Store-ში და Apple Store-ში, ანუ Google Store-ში და Apple-ის აპლიკაციების Store-ში, ხო, და 25 წლის ლიდერი ბანკი საკრედიტო პორტფელის ზრდის ნაწილში. პირველი კითხვა, რა თქმა უნდა, შენ შესახებ, ვინ არის ლექსო ხოროშვილი და საიდან აღმოჩნდა საფინანსო სექტორში? პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის, გილოცავთ ახალ წამოწყებას, გამიხარდა. ალეკო, რომ დამირეკე, არც ვიცოდი გიორგი თუ ერთად იყავით პოდკასტში და კიდევ უფრო სასიამოვნოა. გისურვებ წარმატებებს და ნამდვილად საჭიროა რა ესეთი კონტენტი ჩვენი ქვეყნისთვის განვითარების ამ ეტაპზე. მე ლექსო ხოროშვილი ვარ, 42 წლის, პროფესიონალი, ფინანსისტი, ბანკირი პროფესიით, საქართველოზე უზომოდ შეყვარებული, ყველა მისი ნაწილი, კუთხე, ისტორია, გრძნობ როგორც ადამიანი და პროფესიული კარიერათი დავიწყებ მაშინ ალბათ ბანკით დავიწყე, ეგ იყო 2002 წელი საქართველოს ბანკი რა. ბანკინგის გარიჟრაშს. ხო, ბანკინგის გარიჟრაშზე ჯერ კიდევ ხო რა, ძველ ხანაში ვიყავით ბანკინგის ოღონდ, მაშინ დავიწყე და ხო, საინტერესო ხალხთან ერთად დავიწყე, დღეს ზოგიერთი მათგანი ისევ საქართველოს ბანკშია, დირექტორის პოზიციაზე, ვიცის ვიზებს ვლაპარაკობ, მაგრამ ხო, საინტერესო იყო რა, როდესაც მივედით, ხო, პირველი გამოცდილება იყო, რომ წიგნი დამიდეს რაღაც შინაგანაწესის და ისწავლეო რა, რა თქმა უნდა, არ დამიკითხავს ეს წიგნი. სწორად მახსოვს, core სისტემა იცვლებოდა დაახლოებით მაგ წლებში. core სისტემა ახალი შეცვლილი იყო, ბანკი იყო ახალი დანერგილი, ხო, ნუ რაღაც 6 თვე ვიყავი რა, მაშინ საქართველოს ბანკში და გადავედი შემდეგ ერსტენიანგში. აი ერსტენიანგიც ახალი შემოსული იყო. ალბათ გამიმართლა, მინდა ვთქვა, რომ ამ კომპანიაში მოვხდი, იმიტომ რომ რეალური პროფესიული ზრდა დავიწყე აქ, განვითარება, შრომის მოყვარეობა, დისციპლინა, გუნდურობა, ურთიერთობები და ნუ კარიერაში მე პირადად მიმართლებდა რა ყოველთვის, იმიტომ რომ მე პირველი გაგიცანი, როდესაც აუდიტორი იყავი ჩვენ. აუდიტორი ვიყავი, მაშინ BTA ბანკის და კი, ეგ იყო 2007 წელი, მე მგონი, ხო რა. საინტერესო წელი იყო ეგეც BTA ბანკისთვის და დავამატებ, რომ მაგ წელს მხოლოდ საქართველოს BTA ბანკმა გამოუშვა აუდირებული ანგარიშგება რეალურად რა, ნუ ეგეც იმას მიანიშნებს, რომ ჩვენი საბანკო სექტორი ყოველთვის სხვა დონეზე იყო, ვიდრე ნებისმიერი სხვა პოსტსაბჭოთა პოსტსაბჭოთა თავისთავად და არა მარტო, მაგრამ პოსტსაბჭოთა თავისთავად. იმას ვამბობდი, რომ მე გამიმართლა, იმიტომ რომ ყოველთვის კარგი მენტორები მყავდა რა და ნუ აი ამას ყველას ვურჩევდი, რომ როდესაც ხარ სადღაც მუშაობ, აი უნდა შეეცადო, რომ ხო რა, იპოვო ადამიანი, ვისგანაც ისწავლი იმ პროფესიას რა და ინგლისურ სიტყვას გამოვიყენებ, trailblazer-ი ვიყავი რა, მაშინაც ერსტენიანგში პირველი ვიყავი ერთ-ერთი, ვინც სხვა ოფისში მომეცა საშუალება მუშაობის, მოსკოვის ოფისში გადავედი რაღაც პერიოდი, შემდეგ ნიუ-იორკის ოფისში გადავედი 2 წელი, იქ ვიმუშავე. და ძირითადად ფინანსურ სექტორში ვიყავი, ფინანსური სექტორის, ანუ კონსულტანტი, აუდიტორის გამოცდილება დავაგროვე. 2000
აღსანიშნავია 2006 წლის საქართველოს ბანკის IPO-ზე ჩართული ვიყავი, ოღონდ როგორც EY-დან ამ პროცესში და ნუ ეგ ტრანსფორმაცია თავიდან ბოლომდე დავინახე საქართველოს ბანკის, ანუ ლადო გურგენიძე, ირაკლი გილაურის მოსვლა 2004-ში, ანუ აუდიტორად დავბრუნდი მე მაგ კომპანიის, შემდეგ იყო ნიუ-იორკი, იყო ფინანსური კრიზისი 2007-8 წლის იქ ვიყავი და ხო რა იქ დავინახე როგორ შეიძლება რომ AAA ფინანსური ინსტრუმენტი ერთ დღეში ჯანკი გახდეს და მიუხედავად მაგისა მაინც ვიხდით და ვაგრძელებთ ამ მოწყობის მიყოლას რა მოდი ესე ვთქვათ ისევ Moody's, Fitch, Ernst & Young-ი ანუ კაპიტალური ბაზრები ამაზე უკეთესი არ ვიცით ხო ჯერ ვიფიქრეთ ამაზე უკეთესი აშკარად და ნუ მიუყვებით რა დემოკრატიაზე უკეთესი არ ვიცით მოწყობა აქაც არ ვიცით ფინანსურ ბაზარზე დინებას მიუყვებით ოღონდ ხო მართლა საინტერესო იყო ნუ ეხლა ნიუ-იორკის გამოცდილება ოღონდ ეგეც მინდა აღვნიშნო რომ ჩვენ უფრო უკეთესად ვიცოდით კომპანიის ვისაც ვამოწმებდით ვიდრე ხო რა ამ დიდ ბაზრებზე რომელიც ხო რა გიგანტური კომპანიები და იქ უბრალოდ ციფრების ერთმანეთთან შედარება ერთ ქაღალდში რაწერია და მეორე ქაღალდში რაწერია და შინაარსობრივად ანუ ჩვენ როდესაც ამ პროფესიას ამ ქვეყანაში ვიწყებდით მაშინ კომპანიები ძალიან ადრეულ განვითარების ეტაპზე იყო და ჩვენ ქმნიდით ფინანსურ ანგარიშგებებს რაც დღეს არ შეიძლება უბრალოდ რომ ეგრე იყოს და ნუ მაგის შემდეგ იყო ბენკინგი რა დაბრუნება ბენკინგში 2009 წელს Liberty ბანკი ლადო გურგენიძე ახალი ისტორია ახალი IPO სრულად გაკოტრებული ბანკი მინუსიანი კაპიტალით და გავხადეთ მესამე მოთამაშე და ნუ აქაც კიდევ ერთხელ ხო რა გამართლება რომ სწორი მენტორი ადამიანი ვინც ხო რა მე მგონი საბანკო სექტორი შექმნა საქართველოში იმასთან ერთად მომიწია ამ გზის გავლა საკმაოდ გრძელი 9 წელი ვიყავი მე მგონი და ხო რა მაგის შემდეგ საქართველოს საბანკო სისტემის ტრანსფორმაციაში ლადოს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის ახლა ეს უნდა ვაღიაროთ რეალობაში ესეთი დიდი გარღვევა არც მახსოვს სხვა ისეთი როგორ იყო აი კარდინალურად შეიცვალა რამდენიმე წელი. მეც ეგრე ვთვლი და ეგრე ვფიქრობ და ეგრე ვხედავდით რა ვიყოლა რა ეგრეც არის ფაქტი არის ეგრე რა. დიდი სიამოვნებით ეხლა რომ დავფიქრდი ლადოს მოусმენდი ამ ფორმატში. ხო, არა, ძალიან საინტერესო იქნებოდა და ალბათ ისეთი რაღაცების მოყოლა შეუძლია, რაც ალბათ მაშინდელი ტრანსფორმაცია ან ისეთი ხო, ანუ აი უცბად ისეთი რაღაცეები იცვლებოდა, აი არ ვიცი. ნუ ასაკი სხვა იყო, მიდგომები სხვა იყო, ხო, რა, სულ სხვა რაღაც გარემო იყო. განვითარების სხვა სტადიაზე ვიყავით. თუნდაც Liberty ბანკი, ანუ ხო საქართველოს ბანკი ხო ერთი ისტორია, მაგრამ Liberty ბანკშიც ხო ნამდვილად ისეთი ინოვაციებს და სტარტაპ ინკუბატორი ქონდა რომ ჯერ ხო რა ეგ ტერმინი საერთოდ არც ვიცოდით რა იყო რა და თუნდაც კრიპტოვალუტა პირველად რომ მითხრა მეთქი აი რა დამანები ხალხი და თურმე ხო 2009 წელი იყო მე მგონი ეგ რა ძალიან საინტერესო ამპლუაში ხარ საერთოდ პატარა ბანკის გენერალური დირექტორი ხო კი ნამდვილად და ნუ სურვილიც იყო ეგეთი რომ ეგრე ხო ანუ მე ჩემთვის პირადად ხო 2016-17 წელი იყო რომ მივხვდი რომ ტელეფონია next median for sure რა ანუ მაგას რო წყალი არ გაუვარ ჯერჯერობითაც არ ვიცით რა შეიძლება იყოს შემდეგი, მაგრამ ნუ ჯერჯერობით ტელეფონია ეს гаджеტია, რაც ხო რა ფაქტიურად ყველაფერს მოიცავს შიგნით, ყველა სერვისს და მათ შორის ბენკინგს და მაშინ დავიწყეთ ფიქრი პარტნიორებთან ერთად კაკო კვანტალიანი, დათო ნინიძე ერთად ვიყავით და დავიწყეთ Liberty ბანკიდან აი ამაზე რო წამოვედით ფიქრი რომ როგორ შეიძლება გლობალური ბანკი საქართველოსდან შევქმნათ მაშინაც პირველი მაგალითები იყო Monzo, Revolut და აი ეგრე ვარ დღეს სილბანკის ტრანსფორმაციის განვითარების შეცვლის პროცესში ძალიან საინტერესო არის. იმაზე ვლაპარაკობდით ახლა რომ ისეთ რაღაცებს ყვები რამდენჯერმე ხო ვახსენეთ რომ ფინანსური სერვისი უკვე ასოცირდება მობილურთან. ანუ
აღრა ბანკთან არა, რაღაცა ფილიალთან არაფერთან, არამედ მობილურ და მაგამდე ვსაუბრობდით რა ეპოქაში მოგვიწია ცხოვრება, რა ვიწყებდით იმითი, რა ქვია, ტელეფონით, რომელსაც ესე რეკავდი და რომელსაც შეიძლება ჩაერთობოდა ვიღაცა. ვიღაცა და ის რა ქვია, მერე იყო ინტერნეტი, რომ დაკიდე ტელეფონი ინტერნეტში, ან ინტერნეტი გათიშე ტელეფონზე უნდა დაურეკო და დღეს ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ჯიბეში გიდევს ბანკი. ანუ სერვისი გიდევს ჯიბეში, ყველაფერი ჯიბეში გიდევს რა, ანუ აი ეს რაღაცა ერთი დივაისი არის სრულად ყველაფერი. ნუ ურტყავ, რამდენჯერ უნდა გითხრა, ნუ ურტყავ მიკროფონს გაჩხერილი არის ცუდად. სანამ სილკის ლექსოს ბოლო ეპიზოდს გავშლით, იმიტომ რომ ეგ არის დღევანდელი ჩვენი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. და მე მინდა რომ გავიხსენო შენი 2002-მდე ისტორია ეს, რომელიც არის დაკავშირებული შენ უნივერსიტეტის წლებთან, ხო? ანუ შენ Trailblazer-ი კი თქვი იმაში, მაგრამ CSB-ს ეგეთი ადგილი იყო, სადაც შენ სწავლობდი, მაშინ ერთ-ერთი პირველი კოჰორტა სტუდენტების, რომლებმაც დაიწყეს ISM-ში და CSB-ში სწავლა. ბიზნეს მიმართულებით ჩემი მეგობრები იყვნენ შენი ჯგუფელები და კურსელები და ამბობდნენ, რომ შენ იყავი განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული სტუდენტი, რომელსაც შეეძლო გამოსვლაზე შესვლამდე 15 წუთით ადრე წაიკითხა რაღაცა და მე 5-იანი მიიღო. ეგრეა? კი, ეგრეა ნამდვილად. არ მინდა რომ ეს რა ქვია, ზედმეტი ან ნაკლები ვთქვა, მეგობრები არიან ჩვენი საერთო და კი CSB ნამდვილად განსხვავებული და სიახლე იყო მე მგონი მაგ დროსაც. ხო, მაგის კურიოზსაც მოყვები, პატარას, ნუ მე ბათუმში გაზრდილი ბათუმელი ადამიანი ვარ. სკოლა იქ დავამთავრე, საერთაშორის ის თურქული სკოლა მაქვს დამთავრებული, დემირელის სკოლა, იმ დროსაც ძალიან სიახლე იყო და ნუ მანდაც ეგრე მომიწია რომ ჩვენ ვიყავით პირველი ნაკადი და ნუ სულ დიდები ვიყავით სკოლაში და ეგ და სხვანაირი განსხვავებული გარემო იყო იმ დროინდელი საქართველოსთვის. შემდეგ რეალურად ჩავაბარე თურქეთში უნივერსიტეტში, მაგრამ რატომღაც დაფინანსება ნუ ვეღარ მოახერხეთ და ვიყავი აი ეს არა აბიტურიენტი იმის გარეშე რა, ალმა-მატერის გარეშე და ნუ მაშინ პირველი ნაბიჯები იყო კავკასიის ბიზნეს სკოლის KPI-ში მეოთხე სართულზე ვიყავით და ხო რა, აი დედასთან ერთად მივედით კახასთან, შენგელიასთან. აი ეს ისტორია მოუყევით და რავი მოდიო რა მიბრძანდიო და რავი დაიწყე სწავლაო რა და ეგრე მოხდი CSB-ში. აი იყო უკვე CSB-ში და ნამდვილად განსხვავებული იყო გიორგი სიმაგულაშვილი, ხო რა, ალბათ პირველი ვიყავი ვინც A მივიღე ვერავინ პროფესიის კურსზე და ძალიან მეგობრული, საინტერესო გარემო იყო, განსხვავებული იყო, დღეს ალბათ განსხვავებულია, ნუ მაგის შემდეგ ვასწავლიდი რამოდენიმე რაღაც პერიოდი კავკასიის ბიზნეს სკოლაშიც და ხო რა, ნუ შეიძლება ნოსტალგიის თემაა და ყოველთვის ხო იცი შენი უფრო კარგად გახსოვს რა. მაგრამ ძალიან საინტერესო იყო, მაგ დროსაც 1 წელი ამერიკაში წავედი გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად და ისევ დავბრუნდი, დავასრულე CSB და ძალიან კმაყოფილი ვარ რეალურად და ბევრი ადამიანის როგორც ISM-მა, ასევე CSB-მ შეცვალა ცხოვრების შინაარსი რა ალბათ. ჯგუფი ადამიანების ვინც მაშინ შენთან ერთად CSB-ში იყო და პარალელურად ISM-ში პირველი რამოდენიმე მიღება რა, მერე მოხდნენ საბანკო სექტორში, ზოგი Big Four-ში, ზოგი, ანუ მაგ ადამიანებმა რეალურად ძალიან დიდი ტრანსფორმაცია გაატარეს ამ ქვეყანას სხვადასხვა სექტორებში, მე ნუ ფინანსურში განსაკუთრებით როგორც ვწდები და სიმონ გულაშვილთან ის მიღება ნიშნავდა რომ შენ იყავი განსაკუთრებული სტუდენტი. რა თვითონაც გაუკვირდა მე მგონი რა, მაგრამ ხო რა იხსენებს მაგ წლებს ხო რა, მაგრამ ნამდვილად რა, ეხა ჩვენი კურსდამთავრებულები და ამ აქტაობის ხო რა, დღეს თითქმის ყველა მაღალ პოზიციებზე ან საკუთარი ბიზნესით ან კორპორატიულ სამყაროში არიან უმაღლეს ეშელონებზე და გადაწყვეტილებების მიმღებები ამ ქვეყანაში ბიზნეს სექტორში. კარგია. ბანკს რომ მოუბრუნდეთ, დღეს ხარ Silk Bank-ის გენერალური დირექტორი. რას ნიშნავს Silk Bank-ის დირექტორობა, რა ტრანსფორმაციას გადიხართ და მეორე პატარა ბანკი რას აკეთებს დღეს ბაზარზე?
იმ რეჟიმში, როდესაც ბაზარი ესე ხშირად გვესმის ხოლმე რა, რომ გადანაწილებული არის რაღაცა 2 მსხვილ ბანკში, უახლოეს მომავალში იქნება 3 მსხვილ ბანკში გადანაწილებული. ხო, მოდი მანდაც ცოტა დავიწყებ backstory-თ რა, თემა ანუ როდესაც წინა წლებში რა პერიოდში ყოველთვის ანუ მჯეროდა იმისი რომ საქართველოში შეუძლებელია უცხო ქვეყნის ფილიალი ან ბანკი იყოს ჩვენ ბანკებზე ძლიერი. აი და დადასტურდა ეგ რამოდენიმეჯერ, ხო, რავი, სოგჯენი, პრივატი, რამდენი მაგალითი იყო, HSBC, რავი, you name it, რა. ხო, რა, სოციეტე ვახსენე. ხო. ხო, რა, და ნუ მიზეზი იყო ის, რომ გადაწყვეტილებები ადგილზე ხარისხიანად ხდებოდა ჩვენთან, რა. მაგრები ვართ რა. ხო, მაგრები ვართ და ეს არა ქვია, მაგას ეჭვის ქვეშ ვერავინ ვერ დააყენებს და ნუ ფაქტია რა. მაგრამ ნუ მაგან თავისი შედეგამდე მიგვიყვანა, რომ ხო რა დღეს არ არსებობს ესეთ ბაზარს ვერცად ვერ დახავთ, რომ ორი მოთამაშეს ეჭიროს 80% რა სექტორის. That does not exist physically. არსად რა. და ნუ რა თქმა უნდა ეგ ერთის მხრივ კარგია იმ მხრივ რომ ეს ფუფუნება გვაქვს რომ უმაღლესი ხარისხის სერვისი მივიღოთ მართლა საბანკო სერვისი მაგრამ ნუ მეორე მხრივ სოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო სოფლიოს მასშტაბით no doubt რა ეგ გარეშეა ეგა თუმცა ხო რა თქმა უნდა ზომა შემდეგ ხო რა კონკურენციას და კონცენტრაცია კონკურენციას ხელს უშლის და მომავალ განვითარებას ხელს უშლის ხო ესე რომ შევხედოთ ეხა ყავს ორი უნივერსალური მოთამაშე 2-3 მოდი ესე ვთქვათ და ნუ დანარჩენები უფრო მცირე და საშუალო სექტორზე მუშაობენ რა დანარჩენი სექტორი ხო 15 ბანკია რა კიდევ ეხა მესამე მოთამაშის გამოჩენაზე არის 2-3-ის გარდა ხო რა ანუ რეალურად მაღაზე მუშაობენ რა შესაბამისად ოღონდ რაც შეიცვალა არის გაციფრულება რა ყველაფრის რა და ყველგან ანუ ეს არის ისეთი ცვლილება რაზეც ალბათ ვისაუბრებთ და შევეხებით მაგას რომ ხო რა ადამიანს გადაწყვეტილების მიღება გაცილებით მარტივად შეუძლია შესაბამისად ხო რა რა შეიძლება იყოს უპირატესობა again გადაწყვეტილებების დროულად მიღება, რომელიც პატარას უფრო შეუულია ვიდრე დიდს, ექსპერიმენტების კეთება, რომელიც პატარას უფრო შეუულია და შეცდომის ალბათობა, ანუ გაცილებით დაბალია, იაფიჯდება, ვიდრე დიდისთვის ეგეთი რაღაცის კეთება, და მე ვფიქრობ, ხო რა, ანუ მომხმარებლებზე ორიენტირებულობა არის კიდე ერთი, რაც შეიძლება რომ გამასხოვებელი იყოს, მაგრამ ხო, რა სისწრაფე მაინც არის ტოპ მიზეზი ციფრულ სამყაროში, რამაც შეიძლება რომ გადაწყვეტილება მომხმარებელს შეაცვლევინოს. ციფრულ სამყაროში ოღონდ მეორე ნაწილი არის რომ თუ ბანკებზე ვლაპარაკობთ საქართველოშია განსხვავებული ციფრულ სამყაროში პირიქით არის ხო ანუ გლობალურად რამდენიმე კომპანია მართავს უდიდეს წილს რა მომხმარებლების ხო ანუ იგივე Google-ი რო ავიღოთ, Amazon-ი რო ავიღოთ და ასე შემდეგ. ანუ ამაში, მაგრამ პატარა მოთამაშეები ძალიან კარგად შემოდიან მაგრამ. კარგი მაგალითია ეგა და ძალიან რელევანტური მაგალითია და მაგალითს რო მიყვები და ფიქრობ Revolut-ის ანუ შესახებ რა და ისტორიას რა მართლა პირველივე დღიდან მიყვებოდი და მიყვები მოკლედ განვითარების მაგრამ ხო რა ну აი ჩემთვის ხო რა ისეთი წარმოსადგენია რომ ბენკინგში რომ Google-ი და Facebook-ი იყოს რას ნიშნავს ხო ანუ დღეს Google-ის და Facebook-ის გარეშე ვერ ეკანები ადამიანი რა ანუ ფიზიკურად ანუ ვერც კომუნიკაციაში ვერც ინფორმაციის მიღებაში ну ვეხა AI-ის ტალღას შემოდის, თუმცა მაინც მიუხედავად მაგისა და ანუ AI ძვირია ჯერ მაინც რა ბენკინგში ეგეთი რომ მოხდება და თუ მოხდება, ხო,
და არ მგონი რომ სასარგებლო იქნება მსოფლიოსთვის. მე რა მაინტერესებს ლექსო პატარა ბანკების ადგილი არის დღეს საქართველოში საერთოდ აი ესე თავკითხვა რო დაგისვა რა როგორი მკაცრი შეკითხვა არის ანუ კაცრი არ არის უფრო ესე უწრფელი არის რა არის რაღაცა ადგილი სადაც ჩვენ ამ ჩელენჯერებს ადგილს ანუ დავინახავთ რა შენ როგორ ხედავ სილკიდან როგორ ჩანს ეს ყველაფერი რეალურად არის ოღონდ აუცილებლად ხედვა უნდა იყოს გლობალური ხო, ну ბუნებრივია პატარა ბაზარი. ხო, რა, ანუ არის და ანუ ძალიან კარგი ის არის რა, საექსპერიმენტო გარემო რეგულატორული გადმოსახედიდან, ციფრული სერვისების არსებობიდან, ანუ ქვეყანაში როგორც ეს არა, სახელმწიფოს მხრივ გულისხმობ რა. ანუ მაგ მხრივ იმდენად და იურისდიქციულად რა, ანუ საინტერესოა რა, ანუ არარეზიდენტებისთვისაც ძალიან საინტერესოა რა. შესაბამისად ხო, ანუ მაგ ხედვით დარწმუნებული ვარ რომ არის და ბევრიც არის რა, ანუ სხვადასხვა ბიზნეს მოდელით რა, ანუ ეგ B2B banking-ი, wealth management-ი, ანუ არა მარტო B2C მიმართულება რა, შესაბამისად ხო რა, ნიშური პატარა მოთამაშეების და ნუ ხედავთ ხო, ეხლა რავი, Paybank-ი მაგალითად ესე რა, მოვიდა და საინტერესო ბიზნეს მოდელით ფუნქციონირება. პერსპექტივიდან უყურებ. გლობალური პერსპექტივით ხო ეხლა საუბრობდით რომ ხო 2 მილიონი არა საქართველოს bankable population, ანუ ვისაც შეიძლება რომ საბანკო ანგარიში კონდეს და ისიც ყველას აქვს. ყველას აქვს 2.5 თითოს მინიმუმ, ანუ ესე ჩვენი დათვლებით ხო რა. კარგ საკითხზე გადახვედი. ძალიან ისეთი კრეატიული, მაგრამ რაღაცა ორაზროვანი ის იყო რა ქვია სლოგანი ახალი Silkbank-ი, შენი მეორე ბანკი. ბევრი კითხვა გააჩინა, ბევრმა გაიგო ძალიან კარგად რაზე იყო საუბარი. რატო შემოვარდით ესე ამ სლოგანით რა იმის რა ბენკინგში ომი რა საჭიროა, ჩხუბი რა საჭიროა და ასე შემდეგ რა. რას ნიშნავს? პირველ რიგში რეალობას ასახავს რა. და ანუ მე ჯერა დღესაც რომ თამამი განაცხადი იყო, ეგეთი განაცხადი ისტორიაში საერთოდ რამოდენიმეა, ანუ არსებობს, ვინც იდახის კომპანიები რომ ჩვენ მეორე ვართ და პირიქით ეს არ ვქვია, ჯერა ამისი და საჭიროა რომ მეორე ვიყოთ. რევოლუტის პირველი ნაბიჯებიც მაგი იყო სხვათა შორის. რევოლუტის? ეგეთი პირდაპირ განცხადება. ესეთი არა, მაგრამ რაღაცა მარტო კონვერტაცია და ნიშური პროდუქტებით აწვდიდა და ინფორმატივი იმას არ იყო კონვერტაცია იყო პირველი პროდუქტი. არა მგონდა რომ მე ჩემთან გადმოდი და სრულად მე ყველაფერს გაგიკეთებ რა. და ეგ არის ხო, რა ციფრული სამყაროს ისა რა, უპირატესობა რომ რეალურად ანუ ერთგან აღარ არის, ანუ ფილიალში არ უნდა მიხვიდე რომ ყველა სერვისი მიიღო რა. შესაბამისად რომ გავაგრძელო ბევრი კრეატივი გუნდიც გვეხმარებოდა გარედანაც რეალურად ინდივიდები უფრო და აი ამ იდეას ხარშავდით რომ ოკეი რა ნუ ერთი წელი ვიყავით უკვე ბაზარზე მერეთი გვიცნობდა ყველა ჩვენი ნამდვილად უნიკალური და სასარგებლო პროდუქტით მაგრამ ანუ ბანკი ვიყავით თუ არა ეგ მერე ბარაცი ხო მერე ბარაცი ვამბობ მე და ეგრე იყო მერე ანუ აი სილკი რა არის და ანუ აი გვინდოდა რომ და ჩვენი ერთ-ერთი ღირებულება არის პირდაპირობა რა ანუ გვინდა რომ პირდაპირ მომხმარებელს ვესაუბროთ უთხრათ რა არის რა პირობებია თუ შეგვიძლია დახმარება დავეხმაროთ თუ არ შეგვიძლია დახმარება უთხრათ რომ ვერ გეხმარებით რა უბრალოდ და სიმარტივე სიმარტივე და სიმართლე ხო რა შესაბამისად ანუ რაც დავაკვირდით რეალურად ერთი რომ რაც ვთქვით რომ საქართველოში 2.5 ბანკი აქვს ხო რა მინიმუმ ადამიანზე შესაბამისად ანუ ჩვენ ერთადერთი აპლიკაცია ვერ ვიქნებით რა მის და არა ვართ რა მის ტელეფონში უკვე ქცევიდან გამომდინარე რასაც უყურებდით რა და ნუ არა გვაქვს რა პრეტენზია რომ ის ერთადერთები ვიყოთ რა ჩვენ პირიქით ალტერნატივას ვეუბნებით რომ მეორეები ვიქნებით თქვენს ტელეფონში და უბრალოდ
გადაწყვეტილების მიღებამდე ნახე რა, ჩვენ რას გთავაზობთ, ის რას გთავაზობს რა, შენი პირველი ბანკი რა და ამ პირველობაზე კიდე ძალიან ჩაჭერილი აქვს რა, ზოგიერთებს და აი რომელია პირველი და ღმერთმა ხელი მოგიმართოთ რა, enjoy და ხო რა, ეხა ისეც რო შევხედოთ რა, სულ ვიღაცა რაღაცას იგებს. სულ ვიღაცა პირველია რა, აი სულ პირველია რა, ყოველ კვირა რო გახსნათ პირველია რა და რაღაცაში რა, რაღაცაში პირველია რა და ხო, ეგრე არაა ცხოვრებაც რა, რეალურად აწყობილი რა და არის თქვენი ამბიციაც რომ სადღაც პირველები იყოთ? დრო აჩვენებს რა. მაგას ყველაფერს რა, დღეს რეალობა არის ეგა რა, რეალობა არის რომ მე მაქვს უკეთესი კურსი, მე მაქვს უკეთესი საკომისიო, მე მაქვს უფრო მორგებული პროდუქტი, ანუ ყიდვასთან დაკავშირებით უკეთესი საკომისიო, აი ბოდი კონკრეტულად უთხრათ მომხმარებლებს, იმიტომ რომ როდესაც საუბრობდით, ხშირად ვახსენეთ რა, სესხებთან დაკავშირებით პროცენტებზე როცა იყო საუბარი, ერთ-ერთი გიორგის ყველაზე პოპულარული ვიდეო იყო, რომ გადარეკეთ ყველა ბანკში და კითხეთ პროცენტი და შემოთავაზება ნახეთ, მე მეორესაც დაურეგეთ და ივაჭრეთ ამაზე რა. საკომისიოშიც იგივე არის რა, მაგაზე ქონდა ერთი გადაცემა მიუძღვენით მაგას, რომ გადარეკეთ, ნახეთ, რომ არ არის აუცილებელი, რომ სესხი სადაც გაქვს, იქიდან იხადო კომუნალური გადასახადი შეგიძლია სხვა ანგარიში კონდეს და უფრო იაფად იხადო ეს ყველაფერი. რას ნიშნავს უფრო იაფი საკომისიოები და კარგი კურსი? მოდი ბრო აი ცოტა ტექნოკრატიულად ვიტყვი მაგას რომ აი თუნდაც აი ხა პლატფორმა გააკეთა ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა საკომისიოების და კურსის და სადებოზიტო პროცენტების შედარების რა და მარტივია რა იქ რომ მარტივია მოკლედ ეს არის რა ანუ პლატფორმაა სადაც შეგიძლია მაგაზეც ვილაპარაკეთ ზუსტად რომ მომხმარებელმა უნდა დღეს დაიწყოს მეცადინეობა სწავლა როგორ გამოიყენოს კარგი სერვისები რომ სწორი მიიღოს ახლა როგორც მაღაზიებში ელოდებიან ფასდაკლებებს შეთავაზებებს და ასე შემდეგ ზუსტად იგივე საფინანსო სექტორშიც უნდა დაელოდონ და უყურონ და ნახონ და ეხლა კი რა და ანუ არის რა პირდაპირ შეგვიძლია რომ ნახოთ და იმ მომენტისთვის რომელი ბანკი გთავაზობს უკეთეს პირობას იქვე ავტომატურად ამოდის რა მაგალითად მაგრამ ანუ მარტივად რა ანუ უკეთესი კურსი გვაქვს რა ანუ გვაქვს ძალიან დაბალი მარჟები ნებისმიერ დღეს და ყოველდღიურად ვუყურებთ მაგას რომ სხვა კონკურენტებთან მიმართებაში როგორია ჩვენი მარჟები გადახურდავებაში მან ხო რა რეალურად მე მგონი ლეგასიც შეიქმნა და ანუ კურსი ჯიმ დაიწყო ეგ თუმცა ჩვენმა ჩაჭერა მაგ თემაზე უკვე სხვა ბანკებიც წამოიყვანა რომ ხო რა კონკურენტული სხვა ყველა არა მაგრამ წამოიყვანა და მე მგონი ეგრე დარჩება რა ოკეი going forward რა და ნუ საკომისიოებს რაც შეეხება ჩვენ ეგრე გვქონდა რომ პირველი 100,000 მომხმარებელს ბანკებს შორის გადარიცხვა რაც სტანდარტულად მე მგონი 54-დან ლარამდეა განსხვავებულ ბანკებში P2P ან ბარათიდან ბარათზე გადატანა ბანკომატიდან გამოტანა ნუ აი ეს ყველაფერი განულებული არის ჩვენთან ხო მე უფასო მაგ ნამდვილად შემიძლია დავადასტურო რომ მაგას ვიყენებ ხო ნუ ეხლა ცოტა ცვლილებას ვაკეთებთ პაკეტები შემოგვაქვს ანუ basic და პრემიალური რომელიც ნუ ფაქტიურად პრემიალური დიდად არ განსხვავდება დიდი ბანკების პრემიალურიდან და უკეთესი პირობები უფრო იაფია at least და ხო რა ძირითადად რისთვისაც ვიყენებთ ამ პრემიალურ ბარათებს ეგეც შესული იქნება ჩვენთან მე რა კითხვა მაქვს ეს კამპანია რომელიც იყო ძალიან ექსტრაორდინალური თუ რაღაც უცნაური იმ გაგებით რომ ეგეთ რაღაცას არ ამბობენ მაგრამ გულწრფელი იყო და პირდაპირ რაც დასაფასებელია რა ანუ რა საიდანაც არ უნდა შეხედო ყოველთვის სასიამოვნოა როცა კომპანია იმას გეუნება რასაც ფიქრობს და რაც სინამდვილეა მე ძალიან მომეწონა ხალხმა როგორ გაიგო ანუ მაგის მე რა მოხდა მოცივდა ყველა და თქვა რომ გთხოვ ჩემი მეორე ბანკი გახდი თუ აი რაღაც მაინტერესებს შიგნიდან მომიყევი ეგ ამბავი კი ანუ რეალურად პირველი ეფექტი ის იყო რომ მოდი ესე ვთქვათ რა კორპორატიულ ბაბლში რეალურად ყველამ დაანდადებითად მიიღო გიორგი როგორც ამბობ და როგორც შენ მიიღე და
გახსნილად ანუ აი კომენტარებს წერდნენ, ანუ აი ესე რა, უცხო პროფესიონალები უბრალოდ ხო რა თავიანთ აზრს გამოხატავდნენ ამის შესახებ. პირველი ეფექტი რაც გამოიწვია არის რომ კომპანიებმა ანუ B2B ურთიერთობით დაინტერესდნენ. ოკეი. დაიწყეს ხო რა, რომ ოკეი ბანკია ესეც და შეიძლება რომ ხო რა რაღაცა ერთობლივი საინტერესო ეს იყო პირველი ტალღა და ეხა რეალურად ჩვენი მიზანია რომ მოსახლეობამდე ბოლომდე დავიყვანოთ ამის მნიშვნელობა ფართო საზოგადოებამდე და ნუ აი ხო ერთ დღეში არ ხდება რა ეგა თავისთავად ყველა ჩვენი მესიჯი რაც გამოდის არის აი ამ კუთხით გვინდა რომ მივაწოდოთ რა მომხმარებელს ექნება ამას კიდევ სერიები გაგრძელება საინტერესო ხო რა მაგრამ ხშირი არის ხა B2B-ზე რო ახსენე შეიძლება ცოტა ყველასთვის არ იყოს გასაგები მარტო კლიენტი არ არის ხო იურიდიული კომპანია შეიძლება ეს საერთო აქციები რაც გააქვთ ხშირია თან ყოველ ჯერზე რაღაცა ის არის პასპორტები მაგრამ ანუ აი ეგ კიდე ეგ ჩვენი მერე პროდუქტის know-how-ს არ დავარქვევდი, მაგრამ ნიუანსია რა, მაგრამ და დეტალი. მაგრამ ანუ ეგ ჩვენ ანუ ერთად მივდიოდი და ხო რა, ანუ რეალურად თქვა გუში მიძგვეუბნებოდა რომ არა მოდი ჯერ ეს არა გაიზარდეთ და ვილაპარაკოთ ხო რა, უცებ ხო რა, ანუ პირიქით რა, ანუ პარტნიორობის სურვილი ხო რა, ანუ like within weeks ხო, ანუ კვირებში იყო ეფექტი რა. კი, ნამდვილად ეფექტი ქონდა და გვინდა ეხლა რომ ფართო მასებამდე მივიტანოთ ეს ეგ არის თუ არა ისეთი სწრაფი და bold გადაწყვეტილება, რომელზეც წეღან შეყვებოდი შენი კარიერის განმავლობაში სხვა და ეს არის ის გადაწყვეტილებები, რომელსაც რაღაც დიდი შედეგები მოაქვს? ცვლილებები. ხო. შედეგებს მე ვნახავ. ხო, შედეგებს შემოდგომაზე დაითვლიან რა. კი, ჩემი აზრით ხო და გადაწყვეტილების მიღება საერთოდ რა. ხო. ანუ და შეიძლება გაამართლოს ამ გადაწყვეტილებამ, შეიძლება არ გაამართლოს რა ამ გადაწყვეტილებამ, მაგრამ ხო რა. ჩემი გადმოსახედიდან აუცილებელია რომ მიიღო გადაწყვეტილება რა. ანუ შეიძლება ეს შევხედოთ რომ პრობლემაა როცა გადაწყვეტილებას არის. ხო რა, ანუ ნებისმიერი გადაწყვეტილება სწორია. ხო რა, ანუ you need to ხო რა, გადაწყვეტილება მიიღო და მიყვედა. ნუ კი ეს bold იყო რა, ეხა არ იყო მარტივი ქართველებისთვის. შენ დაარტყი ბეჭედი? საბოლოო. კი და ხო არა ჩემთვისაც პირველი ეფექტი ცოტა ხო რა მაგრამ რომ ჩაუღრმავდი და მეც ჩართული ვიყავი პროცესში რა ანუ იცი რეალურად 1-3 თვე ანუ ჩვენ ფაქტიურად რებრენდინგი ეგრე განვიცადეთ რა ანუ ეგრე იყო რა ანუ ჩვენ პირველი ბრენდი შევქმნით 2023-ში ესე რა როცა ის Silks ბანკი რომ მოაშორეთ ხო რა ანუ ბანკი მოვაშორეთ უფრო სხვა ანუ უფრო super API იყო პირველი და ანუ ეს არა ხედვა შესაბამისად იმ ბრენდის ხასიათი ცოტა სხვა იყო რა განსხვავებული იყო რა და ნუ იმ პროცესში ხო რა ჩართული ვიყავით და ეხა ანუ რეალურად სრული რებრენდინგი მოხდა პოზიციონირება რომ ხო რა we are bank ანუ ის არ იყო ბანკური მართალი ხარ მე რომ მახსოვს ეხა როცა ეს 2023 ცოტა აღრეული იყო რა ამიტომ მერემ ისახლა რა ანუ ეს ბრენდინგი და კრეატიულობით რომ შევხედოთ როგორ მიუდექით ხო რა ამან უფრო გააბანკა Silk-ი რა მაშინ Silk-ის ბანკი შორდა რაღაც შავი ის გაიჩნდა თეთრი წარწერით Silk უბრალოდ აპლიკაცია მაგარი იყო ძალიან მომეწონა და ხო ის არ ბანკობდა რა უფრო რაღაც აპლიკაციის vibe ქონდა ეხა ეს კამპანია რომელსაც ეხა ვლაპარაკობთ უფრო მეტად გასაგები გახდა ჩემთვის რომ ოკეი ხო აი ეს ამიტომ უნდა ვიყო ამათთან მაგასაც დავამატებდი ხო რა ანუ ესთეტიურადაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩვენ რა და ნუ აი პირველ აი ამ ლოგო ბრენდინგში გიგა კობიძე გვეხმარებოდა პროცესში რეალურად მისი
კი, ძალიან ლამაზი და განსხვავებული რა, შეიძლება ხო რა, ანუ ჩვეული რო ადამიანი რაღაცა ღილაკს სადღაც ელოდება, ყოველთვის თავიდან ის არის რა. UX-ის ცვლილებაზე ამბობთ. UX-ის სრულად ცვლილებაზე ხო, ანუ საქართველოს ბანკის და ხო რა TBC-ზე მიჩვეული ცოტა განსხვავებულია და ნუ მანდაც პირდაპირ ჩანს ასაკობრივად ვისთვის არის უცხო და ვისთვის რაღაცა 26-ის ვიყენებდი ადრე რაღაც პერიოდი და 26 არის ესეთ digital bank-ი გეცოლინება და რაღაც მაგასთან არა უფრო წაიღო ვიდრე კლასიკური საქართველოს ბანკი TBC და Revolut-ი. აი ეგ digital only to digital-ზე ორიენტირებული ბანკები უფრო აი scroll-ვადი, უფრო ის სოციმედიის და იმის ვაიბი მოაქვს მეტად ვიდრე ჩვეულებრივი რაღაც კლასიკური ბანკის აპლიკაციის. მან თუ წავყვები რომ ანუ რეალურად ხშირად ვლაპარაკობდით მომავლის ბანკზე რა და იქ რამდენჯერმე გვაქვს ნათქვამი რომ ბანკი აღარ არის ფინანსური სერვის კომპანია ვართ რა ანუ რეალურად საბანკო სისტემა არის სერვის კომპანია და ეს არის ფინანსური სერვისები როგორც ყველა სხვა ნაწილშიც რა და მომხმარებელი ეხლა მაგაზეც გადავალთ რა ტექნოლოგიური კომპანია ხართ, ბანკი ხართ თუ როგორ არის, მაგრამ მაგამდე კითხვა მაქვს ესეთი რა, ანუ აი რა პრობლემას უგვარებთ, რას სთავაზობთ კლიენტს რა, ანუ რა არის, რატო უნდა მოვიდე მე ბანკში. როგორც თქვი რომ ეს არის უფრო პოპულარული. Silk ბანკში რატო უნდა მოვიდე? რეალურად ჩვენი გამოწვევა ამ პერიოდში იყო ხო რა ანუ აი ამ პრობლემის რეალურად იდენტიფიცირება და ნახვა რა არის ანუ ჩვენ თანხას გეაკ თავაზობთ რა ჩვენ თავაზობთ პროდუქტს რა პროდუქტი რისი ანუ რისთვისაც გინდა თანხა აი იმას გაწვდით მარტივად ანუ მაცივარი გინდა, რავი, ტანსაცმელი, ანუ აი ხო, იმიტომ რომ ფულის მიზნობრიობა, ფული ხო არ გინდა, რაღაცა უნდა იყიდო რა და ის რაც გინდა, და რა მომენტშიც იღებ გადაწყვეტილებას პროცესს ვივიწყებ რა, ვინ არის თქვენ აგვარებთ და გიაფებ ამ პროცესს რა. რეალურად მერჩანტიდან ანუ იმ მომწოდებლის ხარჯზე გაწვდი უკეთეს პირობებს. ეგ არის პირველი რა და მთავარი რა და მაგის შემდეგ მოდის უკვე ტრანზაქციული ბენკინგი რაც უფრო ხელსაყრელია უფრო იაფია მოდის დამოკიდებულება მომხმარებელთან რა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენთვის რომ მომხმარებელს ყოველთვის მოუგვაროთ პრობლემა აქ უნდა ვახსენო აუცილებლად, რომ ღია ბანკინგის ერთ-ერთი ძალიან აქტიური გამომყენებელი ხართ რა. და მაგ ნაწილში ეროვნულ ბანკს არაერთხელ უხსენები ხართ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ტრანზაქციულად, ერთ-ერთი ყველაზე მეტი გაქვთ თქვენ და კიდევ მეორე კომპანია არის, მე მგონი, მაგრამ ხო, თქვენ კომპანიაზე იყო აქტიურად გამოყენება და ამაზე ასევე მინდა ვახსენო, რომ ერთი-ორჯერ მაქვს ნახსენები, რამდენიმესთვისაც მაქვს ნათქვამი, ანგარიშის გახსნა არის თქვენთან რა ვიცი, აი ერთი წუთიც არ გინდა რა და ისინი face recognition-ის ლაგები რაც არის ხოლმე რომ რაღაცა ვერ აღიქვავს, კამერა დასრულია, ცუდი კამერა, ცუდი ხარისხია, რაღაცა არის ხოლმე ეგენიც, ანუ მანდაც ფეილები არის, თქვენთან ეს ყველაფერი ამოგდებული გაქვთ რა და ანუ ну მაგით დავიწყეთ ჩვენც ხო გახსოვს ალეგო ანუ ეგრე დავიწყეთ ჩვენც ონბორდინგი არა ღია ბანკინგის საშუალებით ჩემზე უკეთიცი ღია ბანკინგი რადგან ასოციაციაში შემოდის რეალურად და თქვენი კოორდინაციით ხდება წინსვლა ისიც იცით პრობლემებიც ვიცით და ნუ ერთობლივი ძალისხმევით რეალურად პირველი გამოყენებადი სერვისი შევქმნით ამ ქვეყანაში ღია ბანკინგის use case-ია ქართული რა პირველი გამოყენა ნუ იქამდე რეალურად ხო თან ეხლაც მზარდია თუ გახსოვს ხო რა ანუ შეხვედრებზე ზოგიერთი ამბობდა რა საერთოდ რა გვინდა ანუ რა დაგტანჯეთო რა ხო და make sense ანუ ვინ როგორ უყურებს ამას ხო ანუ ეხა SME ბანკინგისთვის ხო რა really doesn't really give anything რა არაფერს არ აძლევს რა უკაცრავად ინგლისურისთვის მაგრამ
და შესაბამისად ხო ჩვენ ძალიან აქტიურად გამოვიყენეთ და ნუ აი ეს ზრდა 7 თვეში 100,000 დღეს 254,000 დაუნბორდებული მომხმარებელია ხო რა ეგეთი სისწრაფის მომხმარებლების ზრდა ალბათ არ ყოფილა რა საქართველოს ციფრულ პროდუქტების სამყაროში რა რა თან ბანკინგში რა ანუ თან ბანკინგში რა სადაც ხო რა თითქოს და არა დაართულია რა ესა ჩვევის შეცვლა რა აქვე კითხვა ბანკი თუ ტექნოლოგია აი ეგ მეც მაგაზე ანუ შენ ხა ისე ლაპარაკობ რომ ეს ანუ არ არის რაღაც კლასიკური ბანკური შეხედულება პრაგმატულად რო უყურებენ მთლიანად არა ბანკური არის რა მთლიანი ბანკი არის რეალურად ყველა რეგულაციას იცავთ და ეგ მარტივი საკითხი არ არის და ამაზე კიდევ ვისაუბრებთ არაერთ გზის ყველაფერი ანგარიშგება თავის ყველაფრით მოთხოვნებს ყველაფერს აკმაყოფილებთ და აქეთ მხარეს საუბრობ გეგონება იმას ველაპარაკებთ რაღაცა ან მე მაგ განცდა რომ შენ ხარ ტექნოლოგიური კომპანიის CEO რომელიც ფინანსურ სერვისებს მაწვდის უფრო ვიდრე ხარ რომელიღაც სუ ტექნოლოგიაზე ბრუნდებით რა CEO რომელიც mobile apps მაძლევს და ეგრეა სწორი განცდა მაქვს კი მეც ეგრე მეც იგივე განცდა მაქვს და ალბათ ხო რა მაგას პროექტირებ რა რეალურად რა ეხა ანუ და ნუ მაგასაც ცოტა backstory აქვს თავისი ჩვენ ანუ პირველი გადაწყვეტილება 2018-ში რომ დავიწყეთ ძიება და ნუ ამაზე ფიქრი თავიდან იყო რომ მოდი ტექნოლოგიებს არსებობს რატო უნდა გამოვიგონოთ მოვიტანთ შევაერთებთ და გავუშვებთ სოფლიო ბანკს რა ანუ სოფლიოს მოსახლეობას მოემსახურებით საქართველოსთან რა და ნუ აი ეს ერთი წელი დავხარჯეთ რა სადღაც მანდ ტექნოლოგიების ძიებაში ოღონდ ისეთი რა ანუ სან-ფრანცისკოდან შენაიმდე დიდი პატარა ყველანაირი ვენდორი ესა რა ქვია გავიცანით ვესაუბრეთ შენც გიორგი მაგ პერიოდში გადიცან შევხვდით და ხო რა თქვენც იწყებდით შოთასთან ერთად ამ პროცესს მუშაობას ნამდვილად ხო რა ანუ აი ერთდროულად ვიზდებოდით ვუზიარებდით ერთმანეთს და ნუ არა მან დავინახეთ რომ ნუ წარმოუდგენელია და არ არსებობს ტექნოლოგია რა რეალურად რომელიც მოგცემს საშუალებას რომ მოემსახურე რა და ნუ უფრო მეორე პრობლემა დავინახეთ მან რომ ტექნოლოგიაც პრობლემაა არ არსებობს რა და ნუ ყველა ეს დიდი მოთამაშეებიც სოფლიოს მასშტაბით რო ნახოთ შიგნით ახდენენ რა განვითარებას რა in-house არის რა ძირითადად რა ნუ არის კომპონენტები რა შეიძლება რომ გამოიყენონ სხვისი რა მაგრამ ძირითადად in-house არის რა და შესაბამისად დავიწყეთ წერა რა და ნუ ამან რა თქმა უნდა გაზარდა პერიოდი ინვესტორებთან ურთიერთობაც და ნუ ხო რა თუ არა Silk Road ჯგუფი თავისი აქციონერებით და გიორგის ხედვით და იმისი რომ სტრატეგიულად გჯერა ციფრული მომავლის ეს პროექტი არ იარსებებდა რა ანუ ძალიან ბევრი ადამიანი ინვესტორი ამ პერიოდში არა მარტო ქართველი ხო რა და მან უკვე მეორე შემოდიოდა სირთულე რომ არა ქართველისთვის საქართველოში მოსვლა სტარტაპზე თან ეგეთ იდეაზე ხო რა შეუძლებელია მაგ თანხებზე ყოველ შემთხვევაში შეუძლებელია რა ახსენო Silk Road ჯგუფის წევრი ხართ რეალურად რა შემადგენელი ნაწილი რა თქმა უნდა Silk Road ჯგუფში Silknet-ი შედის, ასევე ტექნოლოგიური კომპანია, ასევე Horeca მიმართულება, სასტუმროების მიმართულება საკმაოდ დიდი და ერთ-ერთი უმსხვილესი თუ ყველაზე დიდი არა, ერთ-ერთი უმსხვილესი ჯგუფი არის რა. იქაც ახალი აპლიკაციები გაჩნდა. მათ შორის იმეებში, რა ქვია, სასტუმროებში, ქულების, reward-ების და ამის დაგროვების ნაწილი და ასევე Silk-იდანაც გადადიხარ, ანუ Silk-ის აპლიკაციიდან, ბანკის აპლიკაციიდან. ესეც თქვენ ხართ? ჯგუფია. და ჯგუფის ხედვაა რა, ჯგუფის ხედვაა, კი, ისა რა ქვია და ანუ ჯგუფის სტრატეგიული ხედვაა გაციფრულება რა.
გაციფრულება და ნუ ამ სინერგიების მოძიება ჯგუფში კომპანიებს შორის რა და ნუ მაგ მიმართულებითაც რეალურად პირველები ვიყავით ასევე ვინც ტელკო დატაზე დაყნობით საინტერესო მოდელი შეიმუშავა ეროვნულის მიერ რაც დაჭირდათ რა თქმა უნდა რა იმიტომ რომ სიახლე იყო მაგრამ ხო ერთადერთები ვართ ვინც აი ამ დატას იყენებს ამ ეტაპზე და ანუ მაგ კუთხით სულ ფიქრობთ ვითარდებით და ბევრი კიდევ სიახლეები გამოჩნდება ხო კი კაი ღია ბანკინგზე ვისაუბრეთ აგერ როგორც ყველა იმის დროს ისეთი საინტერესოა ხოლმე საუბარი რომ მე ვეღარ ვეტევით ხოლმე დროში მაგრამ არ შეიძლება ეს გამოვტოვო თუ სწორად მახსოვს არ მინდა რომ შემეშალოს პირველი თქვენ პლატფორმაში ჩააშენეთ კრიპტოს ყიდვის საშუალება თქვენ იყავით პირველი ბანკი რომელმაც ჩააშენა თავის პლატფორმაში კრიპტოს შეძენა ჯერ ერთი მოტივი რა იყო მეორე რამდენად გაამართლა ამან და რამდენად მუშა არის ეს ყველაფერი და ნუ ფაქტია რომ მუშაა იმიტომ რომ აყვავ ბევრმა სხვამაც გააკეთა და სად არის თქვენი ხედვა სად ვითარდებით მან ნუ პირველ რიგში ალბათ თავარი რაც არის რომ გჯერა ამ აქტივის როგორც asset class ჩამოყალიბდა უკვე კრიპტო 2006 წლიდან კრიპტოზე ლაპარაკობდი და ხო მარტო ლაპარაკობდი სამწუხაროდ მაგრამ ეს არ ვქია საქმეზე გადავ მაინინგები ნახე ბიტკოინები მაშინ კი ან გვეყიდა მაინც მაგრამ ხო ნუ და ნუ ეგ გამოვტოვეთ რა მაგრამ ჩამოყალიბებულია ანუ რეალურად კარგი საინვესტიციო პროდუქტია ეგ ჩემი გადმოსახედიდან ხო ეგ ძალიან სუბიექტურია ხო ეგ ჩემი გადმოსახედიდან და არავის რჩევას არ ვაძლევ მაგრამ ხო ჩვენ მაგაზე გვაქვს ორიენტირი რომ აქ რჩევებს არ ვიძლევთ აქ ყვებით რაც ვიცით იმას რაც ვიცით რაც ჩვენ გჯერა რა მაგრამ ანუ ხო რა მე მგონი რომ ანუ ბანკში დეპოზიტიც უნდა იდოს რა თქმა უნდა მაგრამ ხო დივერსიფიცირება აუცილებელია რა აუცილებელია რომ აქამდე მივიდნენ და მარტო რეალი ანუ ეს რა ქვია ბეტონი და ეს რა ქვია დეპოზიტი არ არის ეს არა არჩევანი რა არის რა სხვა არჩევანით რომელიც ხო რა ანუ მაგისი 10-20% რომ სხვა მიმართულებით გაუშვა და დაინვესტირო ივაჭრო ის ძალიან სასარგებლოა მე მგონი განვითარებისთვის რა და ნუ პირველი ეგ იყო მოტივატორი რომ უნდა იყოს ჯერა მისი ჩავაშენეთ მოლოდინები მეტი მქონდა პირდაპირ გეტყვით მაგრამ ხო რა ანუ იმიტომ რომ საქართველოს შიგნითაა რა ეგ პროდუქტიც ჩაკეტილი რეალურად რა და აი მაგის გაფართოებაზე ვფიქრობთ სხვა ტრანზაქციულშიც კიდე რომ გადახვიდე აუცილებლად ანუ პირველ რიგში ტრანზაქციულის ბჯერა რა ანუ ეგ არის ნაწილი ჩვენ მაყურებლებს უნდა უთხრათ რომ ჩვენ Silk-ის აპლიკაციით შეგიძლია იყიდო გაყიდო მაგრამ exchange-ი არ არის ანუ ეგ იმ გაგებით რომ ვერ გადაურიცხავ ვერ გადმოგირიცხავს და მაგ ამბავში ვერ იყენებ ტრანზაქციულს მაგას გულიცხმობთ და ეს იყიდო გაყიდოში ჩაკეტვამ ანუ იცი რა მაინტერესებს ეს კრიპტოს ამბავი რომ თქვით პირველად მართლა პირველი იყო ძალიან დამაინტერესა და ცადე რა ხო და მე ნუ პირველი მაგას მივაქციე მე ყურადღება რომ აქ ამ ვიყიდი გავყიდი ვერსად ვერ წავიღებ ვინმე ვერ ჩამირიცხავს ხო და შეინახავ ხო და ეგ რაღაც არ იყენებს ხალხი ანუ უკმაყოფილო ვარს ვეხმაურები ხა რა აქაც შემიძლია რომ გითხრა ესეთი სტატისტიკა ბოდი გაგეწყვეტინე უბრალოდ აქაც გეტყვი რომ ერთ-ერთი ვიდეო რომელიც ამ ტექნოლოგიებს და ბიტკოინს შეეხო ხო ყველაზე დაბალი ნახვები აქვს რა ანუ ჯერჯერობით საქართველოში არ არის ესეთი აქტუალური ეს საკითხი რა ანუ აი კონკრეტულ მაგალითს გეუბნები რა ჩვენი ვიდეოები პოდკასტის ვიდეოები ხო მაგრამ რაოდენიც არა ცოტა პარადოქსულია რა საქართველოს ტოპ მაინინგ რუკაზე ვართ ტოპ გამოყენებაზე ვართ მაგრამ ანუ ვინც იყენებს აქტიურად იმას უკვე თავისი ჩენელები და გზები არხები ნაპოვნი აქვს რა და იყენებს რა
exchange-ის იცის, ისიც იცის ესეც ხო. იგი და ეს და მაგრამ გათვლაც ეგრე იყო, ეს ახალზე იყო რა, adoption-ის გაზრდაზე იყო რა, მიმღებლობის გაზრდაზე იყო რა. იყიდოს კრიპტო, რომელიც აქამდე არ ყიდულობდა. სხვადასხვა მან ერთი ძალიან ნიუანსია, რომ ბანკის გზით ამის კეთება სანდოობას და სიმშვიდეს გაძლევს რა. ეგ exchange-ები თუ wallet-ები საკმაოდ ისეთი რთული ბაზარია და კარგად თუ ვერ ერკვევი რისკებიც ახლავს თან რა და ახალი რეგულაცია იძლევა ამის საშუალებას რომ ცოტა უფრო ესე ვთქვათ ჩარჩოში მოექცეს ეს ყველაფერი. არა მესმის, მაგრამ ეხლა რასაც რომ რეგულაცია არ მშველის რამე როგორც მომხმარებელს ხელ კრიპტოს ყიდვა რომ მინდა და არ ვარ ამ საქმით დაკავებული, მირჩევნია რომ გავაკეთო ეს რომელიღაც X ბანკთან ერთად. იმიტომ რომ რაღაც ვიდრე რომელიღაც wallet-თან ერთად, რომელიც შეიძლება გუშინ წინ ნახე პირველად რეკლამა სადღაც სოციმედიაში რა, ხო, აი გამბავია რა. ხო, რა მეც და ჩვენც აი მაგისი მოლოდინიც მქონდა, მაგისი გჯერა რომ ნდობა გაცილებით სხვა არის და ეგრეც იყო რა, ანუ მომხმარებლები არსებულები ახლა ვინც იყენებენ, ბევრია ეგეთი, ვინც პირველად დაიწყო ჩვენთან ერთად აი ამის კეთება, დეპოზიტარებიც ასაკოვანი და ხო რა საუბარი მიდის ორ თუმცა კომუნიკაცია დამატდა ლექსო რა გულწრფელად რო გიხარ და რა ამბავში იცი აი მეც ახლა რა სულ ონლაინ ვარ სულ როგორც ყველა ჩვენ რა მაგრამ მახსოვს თქვენ და კრიპტო მახსოვხართ პირველად რომ ბუმ უცებ გაიჩნდა და მაგარი იყო მე რაღაც რამოდენიმეჯერ და მე აი დროში ძალიან რო არ გადავაჭერბოთ მე ეგეთი დიდი ეჭვი მე ვამატებ რა გინდათ კაცო ეხა გავაჭერე არა ეხა მაგ საინტერესო შეკითხვები რა ეხა გაგონია რომ ამითი ვერ ამოვწურავთ რა იმიტომ რომ იმდენი საინტერესო რაღაცას შევეხეთ რა უნდა უპასუხო რა ფულისმაა რა ანუ მარკეტინგ ფულს ხარჯავთ იმდეს მარკეტინგში რომ ყველგან ჩვენ ვიყავთ რა მანუ და მარკეტინგი მარტო ის არ დაგჭირდებოდა ხო ანუ მარტო შენი სერვისის გაყიდვის მარკეტინგი არ დაგჭირდება კიდე უნდა აგიხსნა რას ყიდულობს და კიდე პლუს შენი პროდუქტი მაგრამ ეგრე ხო რა ანუ აი ძალიან კარგად მესმის იცი რომ მეც ტექნოლოგიურ ბიზნესს ვაკეთებ და ვერავის ვერაფერს ვაკეთებ იმიტომ მარკეტინგის ბიუჯეტი არის 2 ლარი ხო მესმის ძალიან კარგად მაგრამ ხო მე ვსურვებდი რომ ეგ თემა იყოს უფრო ისეთი რა ქვია ეგ და კიდე სხვა ბევრი რაღაცეები რა არა, თან სწორი მარკეტინგი ახლა ძალიან ისეთი ის არის რა. ფაქტიურად ამ სლოგანით შენი მეორე ბანკი თუ ბიზნეს საზოგადოებამ გაიცნო და რაღაცა ისე სწორად მიიღო, ვისაც არ მოეწონა სლოგანი, იმათმაც გაიგეს რა ზელაპარაკობენ რა. ანუ რა იყო გაიგეს რა, რასე უნებიან გაიგეს და ჩენი ხარ ამ საკითხს შევეხე, არ შემიძლია არ ვთქვა რომ ხო რა, მარკეტინგშიც ბევრი რაღაცა ახალი გავაკეთეთ რა და სიახლე რა ამ ქვეყანაში და რეალურად ხო რა მოგბაძეს პირდაპირი გაგებით და ლიდერებმაც და ხო რა, ანუ YouTube, ანუ ეგ მარკეტინგი რეალურად ჩვენ დავიწყეთ და ნუ აი ეს 100,000 ონბორდინგი კრეატივის შედეგი არის დიდწილად ძალიან მაგარია პირდაპირ რო თქვა რა და ნუ მე როგორც ხდება ხოლმე ისა რა ყველაფრის ერთად ყიდვა დაკონტრაქტება ინფლუენსერების 2 წლით 3 წლით but ხო რა it's fun and games და მაგრამ ნამდვილად განსხვავებული კრეატივით და ექსპერიმენტებით შემოვედით 2024-დანვე რა ანუ 25-ში გავშალეთ ეგ ძალიან საინტერესოდ და ძალიან ახლებურად. ძალიან კარგი. ბლიცზე უნდა გადავიდეთ. იცი რა არის? ხო, რავი, გადავიდეთ ბლიცზე, მე კიდე რაღაცეების ჩაკითხვა მინდა რა. Next time. ხო, არ ვიცი next time, ხო, ეხა არ დაკავებული ხარ, შენ დაკავებული ვარ მე და სადღაც რა ვიცი. ალექს შენ უნდა დაგვიორგანიზო ერთი შეხვედრა რა. არა, ჩაკითხვის ნაწილში არის ეს სილკის ტრანსფორმაცია, სილკბანკის ისტორია, მე მუშაობდი მაგ ბანკში. პატივცემულთან ერთად და ძალიან საინტერესო პერიოდი. ეგ საინტერესო ბანკია რა, საინტერესო ისტორია აქვს შენ ახლა BTA-ის აუდიტორული ისტორია რო ახსენე. ეგ ბანკი არის სულ ძალიან დიდი ხანია, ბევრი ფაზები გაიარა, ბევრი ეტაპები გაიარა, იყო რაღაც აღმავლობის, მერე ქვემოთ ჩამოსვლის, პრობლემური პერიოდები. ეს არის ის მომენტი, როცა ძალიან საინტერესო ტრანსფორმაციას გადის. არ ვიცი, ხა ტრანსფორმაციაც იმის ტრანსფორმაციაა, რომ ბევრი რაღაცა გეშლება რა. ოღონდ მე ხვდები მაგას ხო, ეხა იმ ბოლდ გადაწყვეტილებებზე რო ვლაპარაკობ.
უკვე მე-3 წელია აქტიურ ფაზაში ხართ. ფაქტურად რაღაც ტექნოლოგიური კომპანიის პერსპექტივიდან უყურებთ ამ ყველაფერს. არის რაღაცა ისეთი, რაც შეგიძლია ეხა გაგვიზიარო ჩვენ დამაყურებლებს, რომელიც ფიქრობ, რომ ახლინა რო იწყებდი აი ბოლო 3 წლიან შებერვას, სხვანაირად შეუბერავდით. რა ვიცი, 1-2 რაღაცა ისეთი. ხო, არა, მაგაზე მე ვფიქრობ ხოლმე რა, ჩემთვისაც და გუნჩიც რო ხო რა. ალბათ ერთი რო უფრო ანუ პროდუქტების გაშვებები მექნებოდა ცოტათი განსხვავებული, ანუ არა ანუ უფრო ჯერ ნიშ სეგმენტურად და ანუ რა გულისხმობ რა მარკეტში არ შევარდებოდი. პირდაპირ მას მარკეტში არ შევიდოდი, რომ უფრო ხარვეზები, იმიტომ რომ ნუ ტექნოლოგიაა და ხარვეზები არის, მაგის არ აღიარება და არ თქვა, ანუ რეალურად ჩვენ მეილი გაითიშა 3 წელიწადში ხო რა, ანუ ჩვენ 2 წელიწადში იმ სერვისის დადება გვინდოდა, რაც 20 წელი აშენებდნენ და ზოგიერთები at least იმ რაღაც მინიმალური basic და შიგნით gentleman's package ვეძახით, რომ ანუ ხო ადამიანმა გადარიცხოს, ანუ მარტივი რაღაცეები გააკეთოს, მარტივად ჟღერს, მაგრამ და ნუ ხო რა, ანუ აი ეს არის რა დისკომფორტი მომხმარებლებთან, რაზეც ხო რა, ანუ ვცდილობთ რომ და აქტიურად დავიწყეთ research-ი და აი research-ის ნაწილი უფრო ადრეულად დავიწყებდი ეს ერთი და ეს ჩვენ დავიწყეთ ფაქტიურად წელს იანვრიდან და ძალიან აქტიურად და ძალიან საინტერესო ინსაიტები მოდის და ის არის რა, როდესაც პირდაპირ ელაპარაკები მომხმარებელს. ეგ არის ერთი და მეორე საერთაშორისო გასვლაზე ალბათ უფრო ანუ მაგ ხედვას უფრო დავხვეწავდი. როგორ უნდა გავიდეს გახდეს ბანკი international? აი ამ რაღაცას ვიტყოდი რა ესე რა. ისე აი research-ზე რო ამბობდი, შენ თუ მომხმარებლების კვლევას გულისხმობ, საქართველოში თამასა იმისი თუ როგორი უნდა იყოს შენი პირველი ბანკი, ან თუნდაც მეორე. არის ძალიან მაღალი რა. დღეს სტანდარტი ისეთია ამ ქვეყანაში, არ ვიცი, შეიძლება ვიღაცა სხვა ქვეყნიდან რო ჩამოდის, აქ ყველაფერი უყვის რა, ამ 15 ბანკში თუ რამდენი ბანკი ყავს, არ ვიცი, სადაც არ უნდა მივიდეს, ყველგან ბედნიერია. იმიტომ რომ იქ ისეთები ხდება, მათ შორის გერმანიაში და ამ შემდეგ რომ გერმანიას სუატრიალს, მაგრამ სახელების ხორვატიაში ბაში, რა გიქ ხორვატიაში საშინელებები ხდება რა და აქ მოდიხარ საოცრად არ მაგის კი. რეგიონზეც არ არის მარტო ლაპარაკი რა, ანუ პოსტსოციალურ ქვეყნებში, ანუ ეგრეა რა და არ უნდა ვილაპარაკოთ ეხლა ამოვარდნილი არის და ძალიან მაღალი ხარისხი არის ხოთ შორის რუსეთში და მანდა წინკოფ მას შექმნა გარღვევები რუსეთში მაღალი ხარისხი ვერ იქნება ძალიან მაღალი ხარისხი არის digital banking-ში ძალიან მაღალი ხარისხი რამდენჯერად кейსი არის რა ეგეთი ხო ნუ აი digital bank-ი რეალურად გამონაკლისიც ვერ იქნებოდა პირველი მსოფლიოში digital bank-ი Tinkoff-ი არის რომელსაც არ აღიარებენ დასავლეთიდან არა ხო მაგიტო Tinkoff-ი და არა Tinkoff-ი ხო Tinkoff-ი იყო რეალურად მე ჩემი გადმოსახედით რეალურად ციფრული ბანკი და ნუ რავი ახლა მექსიკაში დასული პლატათი და საქართველოში გვერდი აქვს ოფისები მე და მაგათ. საქართველოში აქვს ოფისი. აქ ხალხი ზის პროსტა რა. თორე ის მექსიკაში უბერავს. ოკეი, ანუ შინაარსობრივად არაპოპულარულია და სადღაც ალბათ ჩამოვარდება თუ საერთაშორისო მიმართულებით არ წავა ეს სერვისი, მაგრამ მეორე ნაწილი არის რომ პოსტსაბჭოურ ქვეყნებშიც და ევროკავშირის ქვეყნებშიც აი ელემენტარული რაღაცეები რო გინდა კომუნალურის გადახდა და იმისი რა ქვია ჯარიმის გადახდა, რაღაცის ჯარიმის გადახდა, რომელზეც ყველა ინფორმაცია გაქვს, რომ მომიწია და რომ ვცადე ეს ყველაფერი ციფრულ სამყაროში, მივხვდი რომ სადღაც ველურ დასავლეთში ვიყავი, იგი მე ვიცი რა ხგე, კაუბოი ვიყავი და რაღაცებს ისეთებს ვაკეთებდი, რომ დღესაც არ ვიცი გადახდილი მაქვს თუ არა ოღონდ რა, მართლა არ ვიცი. ის ჯარიმა ალბათ რო ჩავალ გავარკო გადასტილი მაქვს თუ არა ამბობდი გიორგი ხო ერთი რაღაცა ხო და ანუ ერთი რაღაც მინდა რა რომ წარმოვიდგინოთ თამასა ძალიან დიდია და ისიც ძალიან ბუნებრივია რომ ნიშურ მოთამაშეს პატარას ვინც არ უნდა იყოს თუ რაღაცა კონკრეტული use case-ი არის პოვა
ძალიან რთულია რა, ჩემთვისაც გეტყვი, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი დიდი გულშემატკივარი ვარ, ერთი, იმიტომ რომ ისტორია მაქვს მაგ ბანკთან, მეორე, იმიტომ რომ ვენდორები ვიყავით თქვენი და მესამე, იმიტომ რომ პიროვნულად გულშემატკივრობთ. ძალიან რთულია რა, იქიდან აქეთ გადმოსვლა რა, იქ რაღაც საოცრება აქვთ დადებული და ძალიან ბევრი ფული უნდა დახარჯოთ ალბათ, რომ მაგას გაუსწოროთ, ეგ რისერჩზე რომ ამბობთ წერაში რა. მარტო ფული არ არის. მან შეიძლება არ ვიცი, დღეს ახლა უბრალოდ ერთადერთი სულ მაგაზე რომ ფიქრობ ხოლმე AI მახსენდება, რომელმაც რაღაც საოცარი cost saving-ები დაიწყო, რაღაც საოცარი მიმართულებით, არ ვიცი, customer support-ია თუ არ ვიცი, კოდის წერა. ხო, ანუ ეგ ახლა ძალიან დიდი ტოპიკია, რომელზეც ხო უნდა და გავშალოთ რა. ხო, არ ვიცი, მე გულშემატკივრობთ და ვცდილობ და ვიყენებ, მაგრამ აი სადაც პოულობ საშუალებას რა. 2-3 წუთს ავიღებ რა ბატონო ალეკო რა შეიძლება. მე არ გზღუდავ, უბრალოდ ერთი კითხვა რო არ ვიკითხო, კიდე შანსი არ არის, არ გავალ მე აქედან. ოკეი. შანსი არ არის. ერთ ვიტყვი ხო რა, ანუ აი რისერჩებს რაც შეეხება, ანუ რასაც უყურებთ ახლა რა, მოგლედ ვინც ვიყენებს მოდი, კარგი ამ სიტყვის კარგი მნიშვნელობით. MPS-ი დაგვიჯდა 87. ხო, the people that you ხო რა, ვინც იყენებს. საერთო MPS-ი ეხა გვაქვს 54. მე ვფიქრობ რომ ორივე კაი შედეგი. ხო რა, ანუ მეც ვის არა, მოსალოდნელი იყო პირიქით რა 54 გამიკვირდა რა, ცოტა, იმიტომ რომ მართლა არის რა, ბაგები, ხარვეზები, ანუ ეს არა. და ანუ ფაქტია რომ აი ენჯინი ნაპოვნია. რასაც ხო რა, რაც იზიდავს კარგ მომხმარებელს, რაციონალურ მომხმარებელს, mid and upper level და ხო რა, ანუ აი ხა მინდა რომ ამაზე ხო რა, ამაზე დავკონცენტრირდეთ სრულად და საინტერესო რაღაცები იგეგმება რა რეალურად და AI-ზეც მინდა რომ ხო რა, რა თქმა უნდა, ანუ აი ეგ არის მე მგონი მომავალი ბენკინგის, ანუ აი ეს гаджеტი ხო ეგ არის რა თქვა, მე მგონი ხო პრომპტამდე მივა და ჩვენც მივალთ მაგამდე. ჩვენ პირველები ვიყავით რეალური აგენტური, ვის არა ქვია, chatbot-ი ვინც გაუშვა, ასისტენტი და ეს ასისტენტი ძალიან აქტიურად ვითარდება და ანუ voice ძალიან მალე გადავალთ და ეს არის ფრონტის ნაწილი. ან კლიენტს მოემსახურება AI. კი, და დღესაც 70% უკვე handling-ი ხდება AI-ით რა ჩვენთან და და ნუ აი ეგ ისტორია ცალკე იყო ის კონტაქტ ცენტრში რა ხდებოდა და რა მოვიდა, მაგრამ ხო რა, გადავლახეთ ეგ რაღაც და მაგრამ ხო რა, ანუ მაინტრიგებელი შემდეგი პოდკასტი Future is the agentic AI რო ხო რა, ანუ ეგრე წარმომიდგენია რომ ყველა ბანკის ანუ აგენტები ივლიან და რაც საუკეთესო ამომხმარებლისთვის იმას გაატარებს რა. That's how it's gonna happen, I think, რა. ანუ პოდკასტ არეაში კიდევ ერთხელ უნდა მოგიწვიოთ, რომ აი ამ кейსებზე ვილაპარაკოთ კიდევ ერთხელ და ერთი რაღაცა უნდა გამომწეროს, კი, სპოილერი არის, ამაზე შევწყვიტოთ და შემდეგში გავაგრძელებთ. მომხმარებლებს ვთხოვ, რომ გამოიწეროთ, შეკითხვები მოიწეროთ და ლაიქოთ და სილკის კლიენტები გახდეთ. სათო. იცი რა მაინტერესებს ინტერნეიშნალიზაციაზე რომ ამბობდი შეღარო ძვირი რთული და ვიცი რა, მეც იგივე ვსწავლობ, შენც იგივე ვსწავლობ. არ არის ეგ მარტივი გზა, მით უმეტეს როცა კაპიტალი არ გაქვს ეს თავზე საყრელი. და ვისაც აქ ისიც ვსწავლობს. მე არის ეგეთი use case-ი, შემთხვევა, მოკლედ ბიზნეს მოდელი TransferWise. რომელიც თან ბანკია, თან არ არის ბანკი, თან ყველა ვიყენებთ, თან არ ვიყენებთ, არ ვიცი, მაგრამ ნუ დიდი მაგარი კომპანიაა რა. ვიცი რომ ხსმენია. არის შანსი რომ Silk-ი რაღაც ეგეთი გზით წადოს გლობალურ ბაზარზე შებერვა? ჟარგონისთვის უკაცრავად, მაგრამ არ ვიცი. მე მგონი მოსულა. კარგი ჟარგონია, ჟარგონის გარეშე წარმოუდგენელია საქმის კეთება. ეს რა ქვია, TransferWise მართლა საინტერესო მოდელია. Again, მაგრამ ლიცენზირება ჭირდება მაგას, კი, მაინც ჭირდება სხვადასხვა ქვეყნებში. ჩვენც დაახლოებით აი ეგეთი ოღონდ stablecoin oriented products ვამზადებთ რა.
Okay, საინტერესოა ძალიან. That's what we gonna და reverse solicitation-ით წავალთ ალბათ რა, ანუ ეგ იმას ნიშნავს, რომ შენ იმ ქვეყანაში არ ეწევი აქტიურ კომუნიკაციას, იმიტომ რომ არა გაქვს, მაგრამ ხო რა, გარედან ხო რა, შემოსულს ელაპარაკები რა, ბელგიური თუ რაღაცა IBAN account-ი გაქვს, ერთადერთ ბარათებს არ გვაძლევენ ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს, ხო, იმიტომ რომ ლიცენზია არ აქვს. ხო, მაგრამ account-ი მაქვს. აკაუნტი მაქვს, ფულს რიცხავ, იქიდან შემილია გავადი. ბიზნეს B2B, B2C სულ ერთიანო. სეპას იყენებს სრულფასოვნად. სეპას იყენებ, ხო, თითქმის სრულფასოვნად, მაგრამ არა მარტო სეპას შეგიძლია, რა ვიცი, ინდოეთში გადარიცხო თუ გინდა. რომ ჩვეულებრივი საერთაშორისო სეპას იმას instant payments იყენებს აკაიფოთ რა, ევროპის შიგნით კი, მაგრამ მაგ ხო ევროპაზე არის. ანუ ეხა მე ვარ საქართველოს მოქალაქე, მაქვს Wise-ის. არა, ინდოეთში აქედანაც შეგიძლია გადარიცხო და სხვა რაღაც ვამბობ, საერთაშორისო ბანკის საერთაშორისო IBAN account-ი მაქვს. Okay. რაც დღეს არ არის მარტივი მისაღწევი. საქართველოს მოქალაქეს არ და იგივე მაინტერესებს თუ შეიძლება სილქმა მოიყვანოს ინდოეთიდან ხალხი რაღაც მიზნით არ უნდა. That's our that's our growth vector რა, მოდი ასე ვთქვათ რა. ანუ აი ეგ არის ის ვექტორი, რაზეც ხო რა, მუშაობ და იმედოვნებ რომ ხო რა, ანუ პირველ კვარტლამდე გვექნება საინტერესო რაღაც ხელში. Okay. არა მარტო მაგათთვის დიასპორისთვისაც რა. ხო, აი ეგ მაგ კონტაქტში კითხე უფრო მეტწილად, იმიტომ რომ ზეგან ჩვენ რო ლაპარაკობდით ჩაწერამდე ის 2 მილიონ bankable tips-ზე კიდე ძალიან ბევრი ხალხია ქვეყნის გარეთ. ეგ საინტერესო მარკეტია. მაგათთვის კიდე უფრო მარტივად იქნება ეს ყველაფერი. შემდეგ ეპიზოდში. კი, შემდეგ ეპიზოდში. მათთვის. ეს მიკროფონები ხელს გვიშლის რა. მიკროფონებზე უნდა მოვიფიქროთ რაღაცა სხვა. ნაურად AI მიკროფონი არის, რომ დამყვებოდეს ესე პირდაპირ. ზნოვდეს და ლაპარაკობდეს. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა და მადლობა საჩუქისთვის. მე მგონი ხო რავი ბორინგჯი ეს არის ისე რა საინტერესოა სახელის და ხო. კი, გავის არის რთული ნაწილია. დიდი მადლობა და შემდეგ შეხვედრამდე აქ. მადლობა. კი. დროებით. მადლობა.